ქვეყანაში როგორი უნდა იყოს ხელისუფლება, ხელისუფლება რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც შურისძიებით არ არის, ანუ შურისძიებით არ არის სავსე და ისეთ ხალხს უნდა პარტიას უნდა დაუჭიროს ხალხმა მხარე არჩევნების დროს, რომელიც შურისძიებით არ არის სავსე, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ვალდებულებები არ გააჩნია. ამავე დროს ქვეყანა არ უნდა იყოს გარედან მართული, მაგრამ აქ ქვეყანა ხელისუფლება და ქვეყანა არ უნდა იყოს დაპირისპირებული გარე ძალებთან. ეხლა ვინმე იტყვის და მეუბნებიან, აი გუშინაც ჟღერდა აქ ესეთი ნოტები, რომ აი ხო ხედავთ როგორი ეროვნული პოზიცია იყო. ეროვნული არ არის ევროპასთან დაპირისპირება. ეროვნული არ არის ამერიკასთან დაპირისპირება. ეროვნული არ არის არც რუსეთთან დაპირისპირება და არც რუსეთის ფეხქვეშ გაგება. ეროვნული არ არის ჩინეთთან იმ ხელშეკრულების ხელმოწერა. ეროვნული არ არის ირანთან ასეთი იმის გახსნა. ეროვნული არ არის ის რომ ყველა ამ დიდ სახელმწიფოსთან რომლებსაც ძალიან მძიმე რამეები ელოდება წინ ირანს ომის მდგომარეობაშია და არა მარტო თუ ჩინეთ ყველას ჩვენთან უვიზო რეჟიმი აქვს 160 ქვეყანას არ არის ეროვნული ბატონებო 160 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის გახსნა ჩვენ ეროვნულობა ცოტა სხვანაირად წარმოგვიდგენია როგორ რა ეროვნულობაზეა ლაპარაკი ესე იგი კორუფცია ქვეყანაში აპოგეას აღწევს ნარკომანიამ შეჭამა ახალგაზრდობამ განათლების სისტემა მოისპო სოფელი განადგურდა ჯართად იქცა სამუშაო ადგილები ადამიანები გადიან გარედან მოდიან ჩვენთან რომ ესე იგი რეალურად დაგვიპყრონ, აბა მეტი რა არის დაპყრობა 1 მილიონი ადამიანია ქვეყნის გარედან შემოსული საქართველოში და 2 მილიონი ნახევარი ადამიანი გასულია ქვეყნის გარეთ ხალხო ეს რომელი ეროვნულობაზეა ლაპარაკი უბრალოდ ხანდახან ამ ადამიანებს და ესენი ზოგიერთები პროფესორი, დოქტორი, გამოცდილი და ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებული ადამიანები მე ვეუბნები იმათ რომ ხალხო ადამიანებო დამარწმუნდეთ რა ელემენტარულად დამარწმუნდეთ რა არის ეროვნულობა ის ამ მდგომარეობაში რომ მოვედი